საღამო მშვიდობისა. კვლავ ეთერშია სტუდია მაესტრო. თუ თქვენ გიყვართ ჩახლართული ისტორიები და ნებისმიერი სიტუაციიდან პოულობთ გამოსავალს, მაშინ არ გადართოთ ტელევიზორების სხვა არხზე და ჩაერთეთ პატარა ტელეთამაშს სახელწოდებით სიტუაცია პლუს. ყოველი თქვენთაგანი ალბათ საკმაოდ ხშირად აწყდება ათასგვარ დაბრკოლებებს, გადაუჭრელ პრობლემებს. ალბათ გქონიათ ისეთი რთული და დაძაბული სიტუაციებიც, საიდანაც თავის დაღწევა და გამოსავალის პოვნა არც ისე იოლია. თუმცა ყოველგვარი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. უბრალოდ საჭიროა ცოტაოდენი გონების დაძაბვა. ხოლო თუ თქვენ არაორდინალურ გზებს ეძებთ, ანუ ახერხებთ ამა თუ იმ სიტუაციიდან ორიგინალური გამოსავალის პოვნას, მაშინ ჩვენი თამაშის წესების მიხედვით შანსი გაქვთ გაიმარჯვოთ. უფრო მეტიც, მიიღოთ პრიზი. დღევანდელი ჩვენი თამაშისთვის დაწესებული პრიზი კი ასე გამოიყურება. როგორც გახსოვთ, ჩვენი წინა თამაშის დროს თქვენ უნდა გეპოვათ გამოსავალი სიტუაციიდან, რომელიც შეიქმნა უზომო აზარტულობის ნიადაგზე. თქვენი მრავალრიცხოვანი ზარების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ კაზინო, აზარტი და ვალები საკმაოდ ბევრისთვის უცხო ხელს არ წარმოადგენს. ახლა სწორედ იმის შესახებ თუ ვერ მოახერხა ამ დაძაბული სიტუაციიდან თავის დაღწევა ყველაზე ორიგინალური გზით. მაშ ასე, ჩვენი წინა თამაშის გამარჯვება. მე გახლავართ სერგო სოუდაგარი, გავიმარჯვე სიტუაცია პლუსში. ჩვენ გმირს შეექმნა საოცრად არაორდინალური სიტუაცია, გამოსავალი ალბათ უნდა იყოს ამდაგვარი. გმირმა უნდა დაიწყოს კაზინოების ანტირეკლამა, რაც თავისთავად ცხადია, არ მოეწონებათ კაზინოების ხელმძღვანელობას, მოვლენ ჩვენ გმირთან, აწარმოებენ მასთან მოლაპარაკებას და ალბათ თამის სახით ან სხვა სახით გადასცემენ გარკვეულ თანხას. რა თანხითაც ჩვენი გმირი გაისტუმრებს ვალებს და კაზინოებთან შეთანხმებით დაიწყებს მათ რეკლამას. თავისთავად ცხადია, მიიღებს თანხასაც, დაიკმაყოფილებს თავის აზარტულ სურვილებს. მეტი რა. ახლა კი დღევანდელი თამაშის შესახებ. დღეს წარმოგიდგენთ სიტუაციას, რომლის დაძაბვის მთავარი მიზეზია ეჭვიანობა. ცუდია, როდესაც ადამიანები ეჭვიანობენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ერთმანეთის ნდობა. მოკლედ, ამბავი, რომელიც ერთ ჩვეულებრივ ოჯახში მოხდა. მაშ ასე, ყურადღებით. ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. აი ასე. მოკლედ, ერთმა არც თუ ისე ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი ბედი დაუკავშირა ერთ არც თუ ისე ასაკში შესულ ქალს. და ბედნიერი ახალდაქორწინებული წყვილი დიდი მონდომებით შეუდგა იმის შენებას, რასაც ჰქვია იდილიური ოჯახი. ჩვენი გმირები ხომ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად საკმაოდ დიდ ხანს ემზადებოდნენ, ფიქრობდნენ, არკვევდნენ, ეჭვიანობდნენ. ხო, სხვათა შორის ეჭვიის გრძნობა, რომლითაც უხვად არის დაჯილდოვებული ჩვენი ორივე გმირი. ეს ისე სხვათა შორის, მიუყვეთ მოვლენებს. როგორც უკვე ვთქვით, ახალდაქორწინებული წყვილი დიდი მონდომებით შეუდგა იდილიური ოჯახის შენებას. თუმცა საქორწილო სუფრა ქართველებისთვის ჩვეული დაუმთავრებელი დროს ტარების სურვილის გამო კიდევ რამდენიმე დღე იყო გაშლილი. იყო მილოცვები, სურვილები, სადღეგრძელოები და რაც მთავარია, იყო უამრავი საჩუქრები. ერთ-ერთი ხმაურითა და აჟიოტაჟით დატვირთული დღის ბოლოს კი ახალდაქორწინებულმა წყვილმა საჩუქრების ხროვაში ფრიად სიმპათიური ბარათი, უფრო ზუსტად მოსაწვევი ბარათი აღმოაჩინა, რომელიც წყვილს კონცერტზე. არა, ფილმის ჩვენებაზე. თუმცა არა, ერთ-ერთ პრესტიჟულ ღამის კლუბში ებადიჟებოდა. მოწვევის ინიციატორის ვინაობას კი იტყობინებოდა ოდნავ იდუმალებით დატვირთული ხელმოწერა, მეგობარი. სიურპრიზების მოყვარულმა წყვილმა კმაყოფილების უზარმაზარი გზნობით მიიღო ეს ინკოგნიტო მოწვევა და მეორე საღამოს დიდი და გულმოდგინე მზადების შემდეგ ახალდაქორწინებულები მოსაწვევში მითითებული ადგილისკენ გაემართნენ. საღამომ როგორც მოსალოდნელი იყო ბრწყინვალედ ჩაიარა. ასე რომ, უზომოდ ნასიამოვნები ბედნიერი ახალდაქორწინებულები გვიან ღამით დაბრუნდნენ სახლში. შეაბიჯეს კარგად ნაცნობ სადარბაზოში, აიარეს ნაცნობი კიბეები, გააღეს ნაცნობი კარები და უეცრად ვეღარ იცნეს ნაცნობი სახლი. მისი ცნობა ნამდვილად რთული აღმოჩნდა. როგორც უკვე მიხვდით, სახლი გაქურდეს. ხო, ბინაში აღარ სადიდგა ტელევიზორი, რომელსაც ახალდაქორწინებული წყვილი უყურებდა საღამოობით. აღარ სადიყო მაგნიტოფონი, რომლითაც უსმენდნენ რომანტიულ ჩანაწერებს. აღარ იყო ძვირფასი ჭურჭელიც და კიდევ უამრავი რამ. პირველი შოკის შემდეგ წყვილი დაფიქრდა და დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ერთხმად დაასკვნა, რომ ქურდი აუცილებლად მათი სტუმრების დრიდან უნდა ყოფილიყო. ხო, სხვათა შორის არც მილიციაში, უკაცრავად პოლიციაში გადარეკვა დავიწყებიათ. შემდეგ იწყება ყველაზე საინტერესო.
ქურდი ალბათ ცოლის სტუმრების რიცხვიდან თუ იქნებოდა, მისი მრავალრიცხოვანი მეგობრებიდან რომელიმე, ან სულაც ნათესავი. იქნებ ეს ის ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, რომელიც ძალიან ბევრს ჭამდა და განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ახალგათხოვილი ქალის მიმართ. ხო, სულ დაგვავიწყდა. ეს რა თქმა უნდა ეჭვიანობის უზომოგრძნობით დაჯილდოებული ქმრის აზრებია. ქმრის, რომელსაც ამ შემთხვევამ საგრძნობლად გაუღრმავა მოსაზრება, რომ მისი მეუღლის ნათესავები და ნაცნობ მეგობრები არ არიან იმ წრიდან, რომელიც მათ შეეფერებათ. და ძალიან მალე ქმრის მოთხოვნამ საკმაოდ მკაცრად გაიჟღერა. ან მე, ან ისინი. რას ფიქრობს ცოლი? ცოლი რა თქმა უნდა გაოცებული, შეურაცხყოფილი და ნაწყენია. ნათესავებს და მეგობრებს წილი დასწამეს, ხოლო თვითონ მას აშკარად გამოუცხადეს, რომ არც თუ ისე ენდობიან. ბოლო-ბოლო ქურდი შესაძლოა სულაც მისი ქმრის ნაცნობ მეგობართა რიცხვს ეკუთვნოდეს და რატომაც არა. ხო, სხვათა შორის გამოძიებამ როგორც მოსალოდნელი იყო, ვერაფერი დაადგინა. ახალ დაქორწინებულთა სახლში კი ერთმანეთის ახლობლების წრეში ქურდის აღმოჩენის მცდელობის საფუძველზე საგრძნობლად იმატა ეგრეთ წოდებული ოჯახური სცენების რიცხვმა. ასე რომ, იძაბება სიტუაცია და ახლად შექმნილი ბედნიერი ოჯახი საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ეჭვიანობის ნიადაგზე შესაძლოა სულაც დაინგრეს. სამწუხაროდ. ფიქრობ, ამ ერთი შეხედვით რთული და დაძაბული სიტუაციიდანაც არ გაგიჭირდებათ გამოსავალის პოვნა. შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შანსი გეძლევათ იმ შემთხვევაში, თუ მოიფიქრებთ სიტუაციიდან გამოსავალის ორიგინალურ ხერხს. შეგახსენებთ ასევე, რომ ყველაზე ორიგინალური გამოსავალის ავტორს ელის პრიზი, საკმაოდ სიმპათიური საათი, რომელიც ასე გამოიყურება. ასე რომ ინტერესი თუ ელი თქვენ ზარებს ტელეფონზე 36 88 71. სტუდია მაესტრო აგრძელებს მუშაობას, ჩვენ კი მოგვიანებით კვლავ შევხვდებით ერთმანეთს. დროებით. დაპირებისამებრ ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს და შეგახსენებთ, რომ ეთერშია სტუდია მაესტრო ტელეთამაშით სიტუაცია პლუს. დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე აქტიურად ებმება ჩვენს თამაშში. გვირეკავს და გვთავაზობს სიტუაციიდან გამოსავალის საკუთარ ვარიანტს. როგორც ყოველთვის მოგასმენინებთ რამდენიმე მათგანს. რაშია საქმე, მე მგონი ადამიანები ქორწინდებიან იმ შემთხვევაში თუ უყვართ ერთმანეთი და იცით რაშია საქმე, თუ ერთმანეთს არ ენდობი, ხო? და რაღაც ესეთი სისულელის გულისთვის შეგიძლია შეურაცხყოფა მიაყენო ადამიანს, ხო? მაშინ აზრიც არ აქვს ქორწინება და საერთოდ უნდა იყო იმ ადამიანთან, ვინც გიყვარს და ვისაც ენდობი. ჩემი აზრით ამ სიტუაციიდან გამოსავალი ესეთია, რომ ქმარმა უნდა დაიჭიროს კერძო დეტექტივი და ის გააკოს ყველაფერს რა როგორ მოხდა. შეიძლება ეს უბრალოდ დამთხევა. გენაცოლი, აი სიტუაციასთან დაკავშირებით რეკლამე. ესეთია ჩემი აზრით სიტუაციიდან გამოსავალი. სამწუხაროდ მე ესე ვფიქრობ, რომ ქართულმა ხალხმა ერთმანეთის პატიების უნარი დაკარგა. რაშიც ეხლა ახალგაზრდა თოქმას ისეთი, რომ ერთმანეთს არაპატიოდ ესწრებიან. ახლიდან ახალგაზრდა თოქმანია და ახლიდან დაიწყო ცხოვრება და ყველაფერი აეწყობა. ჩემი აზრი ასეთია. ეს იყო მხოლოდ რამდენიმე პასუხი, რომლებიც თქვენ მოგვაწოდეთ ტელეფონის საშუალებით. გახსოვდეთ, ვინც ეძებს, ის პოულობს კიდეც. ასე რომ ეძებეთ, იფიქრეთ და უბრალოდ გაერთეთ ჩვენთან ერთად. შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში თუ იპოვეთ ყველაზე ორიგინალური გამოსავალი, თქვენ რა თქმა უნდა გელით პრიზი. დღეისათვის სულ ეს იყო. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს ტელეფონის ნომერს 36 88 71. მომავალ შეხვედრამდე სტუდია მაესტროს ეთერში. კარგად.